პეტ ფლინი, რომელიც ცნობილია თავისი ბრენდით Smart Passive Income და წიგნიდან Will It Fly, ბიზნეს იდეის ტესტირების ძალიან კონკრეტულ და პრაქტიკულ მეთოდოლოგიას გვთავაზობს. მისი მთავარი ფილოსოფიაა ნუ ააგებ მთლიან პროდუქტს, სანამ არ დარწმუნდები, რომ ხალხი მასში ფულს გადაიხდის. ქვემოთ მოცემულია პეტ ფლინის მეთოდოლოგია ეტაპობრივად, თუ როგორ უნდა გატესტოთ თქვენი ბიზნეს იდეა. 1. მისიის შესაბამისობა, Mission Alignment. სანამ ბაზარს შეამოწმებდეთ, ფლინი გვირჩევს შეამოწმოთ საკუთარი თავი. ცხოვრებისეული მიზნები, შეესაბამება თუ არა ეს იდეა იმ ცხოვრებას, რომელიც გსურთ გქონდეთ 5 წლის შემდეგ. ინტერესი, მზად ხართ, რომ ამ თემაზე იმუშაოთ მაშინაც კი, თუ თავიდან ფულს არ მოგიტანთ. რჩევა, თუ იდეა მომგებიანია, მაგრამ თქვენ გძურთ ეს სფერო, ბიზნესს ვერ შეინარჩუნებთ. 2. ბაზრის რუკის შედგენა, Market Mapping. იდეის ვალიდაციისთვის უნდა იპოვოთ სად იკრიბებიან თქვენი პოტენციური მომხმარებლები. პეტი იყენებს 3 P-ს პრინციპს. Places, ადგილები, სად ჰყიდია თქვენი აუდიტორია ონლაინ, Facebook ჯგუფები, ფორუმები, Reddit, კონკრეტული ბლოგები. People, ხალხი. ვინ არიან გავლენიანი პირები, ინფლუენსერები ამ ნიშაში, ვის უსმენს თქვენი მომხმარებელი. Products, პროდუქტები. რას ყიდულობენ ისინი უკვე, წიგნები Amazon-ზე, კურსები, სერვისები. შენიშვნა, თუ კონკურენცია არსებობს, ეს კარგია, ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე ფული ტრიალებს. მომხმარებლის ტკივილის პოვნა. მას შემდეგ, რაც იპოვით ადგილებს, ნუ ეცადეთ გაყიდვას, დაიწყეთ მოსმენა. რას კითხულობენ ყველაზე ხშირად, რაზე წუწუნებენ კონკურენტი პროდუქტების შეფასებებში, რივიუებში, რა პრობლემის გადაჭრა უჭირთ. თქვენი ბიზნეს იდეა უნდა იყოს ამ კონკრეტული პრობლემის ელექსირი, გადაწყვეტა. ვალიდაცია, წინასწარი გაყიდვა, the pre-sale. ეს არის პეტ ფლინის მეთოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი ადამიანი იდეის გასატესტავად კითხულობს, ამას რომ გავაკეთებდე იყიდიდი, ეს არასწორია, რადგან ხალხი ზრდილობის გამო ხშირად ამბობს კის. ნამდვილი ვალიდაცია არის ტრანზაქცია. შექმენით მინიმალური შეთავაზება. არ შექმნათ მთლიანი კურსი ან პროდუქტი, შექმენით მხოლოდ მონახაზი, აუთლაინი ან პროტოტიპი. გააკეთეთ შეთავაზება, მიმართეთ იმ ხალხს, ვისი პრობლემებიც შეისწავლეთ და უთხარით, მე ვაკეთებ ამის გადაწყვეტას. ეს იქნება ეს ფასი, მაგრამ თუ ახლა წინასწარ იყიდით, მიიღებთ 50%-იანი ფასდახლებით. შედეგი, თუ ხალხი ფულს იხდის, იდეა ვალიდურია, თუ არ იხდის, იდეა უნდა შეიცვალოს ან დაიხვეწოს. აეროპორტის ტესტი. წარმოიდგინეთ, რომ 5 წლის შემდეგ ხვდებით მეგობარს აეროპორტში. ის თქვენ გეკითხებათ, როგორ მიდის შენი ბიზნესი? თქვენ პასუხობთ, საოცრად. დავალება, ჩამოწერეთ დეტალურად, რას ნიშნავს ეს საოცრად. რა უნდა მოხდერიყო ბიზნესში, რომ თავი ბედნიერად გრძნობდეთ. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, სწორ იდეას ამოწმებთ თუ არა. შეჯამება. პეტ ფლინის მიხედვით, იდეის გატესტვის ალგორითმი ასეთია. იპოვეთ პრობლემა, ბაზრის კვლევის შედეგად, შეთავაზეთ გადაწყვეტა, პროდუქტის შექმნის გარეშე, მოითხოვეთ ფული, წინასწარი გაყიდვა, თუ იყიდეს, მეტე შექმენით პროდუქტი. გსურთ დაგეხმაროთ, რომ პეტ ფლინის მეთოდით თქვენი კონკრეტული ბიზნეს იდეისთვის 3 P, ადგილები, ხალხი, პროდუქტები ჩამოვაყალიბოთ